Გასულ კვირას საქართველოს პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე რამდენიმე ადამიანის მიმართ ბრალი დააზუსტა. მათ შორის ბრალდებაში ორგანიზატორებად ჩაამატა განსაკუთრებულ დავალებათა დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი შაიშმელაშვილი და სამოქალაქო აქტივისტი ნანა სანდერი. დაზუსტებული ბრალდების თანახმად ირაკლი შაიშმელაშვილი 2025 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით ცდილობდა სამართალდამცავთა დემორალიზებას და მოუწოდებდა მათ არ შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა, ასე წერია პროკურატურის დაცვა. ხელი არ შეეშალა ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილე პირებისთვის და ამ გზით მიაღწია თავისი მიზნებისთვის, რაც მიმართული იყო საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. წერია ბრალის დადგენილებაში. მოგესალმებით, ბატონო ირაკლი, ეჭვი მაქვს, რომ ის რაც ახლა მე წავიკითხე, ამ ბრალის ნაწილი თქვენთვის უკვე ისედაც ცნობილია, მაგრამ მაინც გამეორება ამ შემთხვევაში ცოდნის და შეიძლება სულაც არ არის და არ თქვენთვის იყო სასიამოვნო ამის მოსმენა, მაგრამ მნიშვნელოვანია რა იურიდიული ბრალდების საფუძველზე დაიწყო თქვენი სისხლის სამართლებრივი დევნა. ამიტომ ჩემი პირველი შეკითხვა, რამდენიმე კვირიანი შეიძლება ითქვას მედიასთან თქვენი კომუნიკაციის პაუზის გათვალისწინებით უკავშირდება სწორედ ამ თუმცა თავისთავად ცხადია ვისაუბრებთ მიმდინარე პროცესებზეც, მათ შორის ქართული ემიგრაციისთვის და თქვენთვის საარჩევნო ხმის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით თემებზეც, მაგრამ დავიწყოთ ამ კონკრეტული საქმით. და პირველ რიგში თქვენ საქმეზე უნდა დაგისვათ შეკითხვა, რომელიც მოსამართლის პირველი შეკითხვა იქნება ალბათ, თუ ეს პროცესი შედგება, რამდენად დასაბუთებულად მიიჩნევ და თვლით თუ არა რამეში თავს დამნაშავეთ და ჟურნალისტური კუთხითაც დავამატოთ, ამ სამართლებრივი დევნის პროცედურებმა შეიძლება თუ არა რომ პრობლემები შეგიქმნათ შეერთებულ შტატებში თქვენ სტატუსთან დაკავშირებით და ზოგადად ფიზიკურად ყოფნასთან დაკავშირებით. მოგესალმები ბატონო გიორგი და თქვენს მსმენელს მივესალმები. ეს ეგრეთ წოდებული პაუზა ზუსტად ამან გამოიწვია და ბუნებრივია შექმნა გარკვეული პრობლემები, შემიქმნა გარკვეული პრობლემები როგორც საქართველოში და არა აქ. და აქ პრობლემებს ვერ შემიქმნის, იმიტომ რომ ფიზიკურად და სამართლებრივად ვერაფერს ვერ გააკეთებთ. ესე იგი, რო დავიწყოთ თავიდან, გამოძიების დაწყების საფუძველი არის ჩემი ინტერვიუ ელკა კვესიდაძესთან. ამის შემდეგ უკვე იწყებს გამოძიებელი ჩემი საქმის შესახებ მოკვლევას და ბრალდებაში დღემდე ჯერჯერობით მხოლოდ 2 აუდიო მიმართვა არის, რომელიც ფილადელფიაში გავწერეთ და გავავრცელეთ ჩვენ ყოფილმა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა და მეორე ვიდეო, რომელიც პირადად მე ჩავწერე და ფეისბუქზე ავტვირთე. სხვა მეტი მტკიცებულება რაიმე რაც დაუშვათ სასამართლოში შეიძლება წარმოადგინოს ამ ეტაპისთვის ჩვენთვის უცნობია. აქ უბრალოდ ვისარგებლობთ მოხდებით და ეკა ვესელიას და მის ადვოკატებს მინდა მადლობა გადავუხადო. ახალგაზრდა ადვოკატი არის მათია, რომელიც მე მეხმარება ამ საკითხში. და გავიარეთ რა შეიძლება დაუშვათ ან რაზე შეიძლება მომედაონ სამართლებრივად, იურიდიულად, იურიდიული განათლება მაქვს მიღებული, არსა და არ ვიძახი, არსა და არ მაქვს ნათქვამი, არც ერთ ჩემს ინტერვიუში ძალადობაზე, მოწოდებაზე გაკეთებული განცხადება არ მაქვს. ერთადერთი რასაც ვიძახდი, თქვენთანაც გავიმეორებ და სამომავლოდაც ეს არის რომ მე მოუწოდებდი და დღესაც და ხვალაც იგივეს გავაკეთებ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ზოგადად ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს არ შეასრულონ უკანონო ბრძანება და დაიცვან თავისი ფიცი. ფიცი ემსახურონ სამშობლოს, ქვეყანას და არა პიროვნებას. სახელმწიფოს აქვს უფლება სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს პოლიციაზე, რომელიც დაარღვევს კანონს, მაგრამ არანაირი უფლება არ აქვს სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს იმის გამო, რომ ის არ შეასრულებს უკანონო ბრძანებას. აქ ძალიან დიდი განსხვავება არის. შესაბამისად, დაველოდოთ ნოემბერში ახლა სასამართლო არის, იმედი მოხს რომ დამთავრებას და მინდა რომ ჩავერთო სასამართლო პროცესზე დისტანციურად და მაინტერესებს პროკურორის განმარტებების და ბუნებრივია მოსამართლის არგუმენტებიც რაზე არის დაფუძნებული. ერთი მხრივ ჩემი წინასწარი პატიმრობაში გაშვება და მეორე მხრივ სამომავლოდ ჩემს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. ის რომ აბსოლუტური არის, მაგრამ ჩემზე არ არის აქ საუბარი, რომ დაუკვირდეთ აი ამ მთლიანად ამ საქმის ირგვლივ ვინც არის ასე ვთქვათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იდენტურად ერთნაირი ჩვენებები, იდენტურად ერთნაირი ბრალი, იდენტურად ერთნაირი პოლიციელების მიერ დაწერილი რაღაცა
ახსნა განმარტებები, რომ თურმე უკიდურესად შეურაცხყოფილები არიან, როდესაც მოისმინეს ჩემი აუდიო. თქვენი მიმართვები, ასე ვთქვათ. აი, მოდით იმისთვის, რომ კიდევ უფრო ხაზები უფრო მკაფიოდ გამოვაჩინოთ ამ საქმეში, დავიწყოთ საუბარი უშუალოდ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ხო? იმიტომ რომ თქვენ ბრალი შინაარსით ზუსტად ამ მოვლენას უკავშირდება. ყველას აინტერესებს, რა მოლოდინები ჰქონდათ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. აი, რა შეცდომები იქნა დაშვებული, რა შედეგი იქნა მიღწეული ამავე დროს, ამაზეც სასაუბრო არის. შეიძლება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობაზე საუბარი. აი, მათ შორის საინტერესოა თქვენი აზრი სუსის მიერ მანიპულირებულ პერსონებზე, ასე ვთქვათ, ან თუნდაც ლიდერებზე და ზოგიერთ შემთხვევაში ისმოდა გარკვეული ბრალდებებიც, არა მარტო ოპოზიციურ ფლანგზე შეგვიძლია ვთქვათ, სუსიდან ჩანერგილებზე ლიდერშიპში. თქვენი მოლოდინები და რეალობა, რომელიც დადგა 4 ოქტომბერს. მე ზოგად შეფასებას გავაკეთებ და კონკრეტულად ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ არ მაქვს არც ამისი მორალური და არც სამართლებრივი უფლება ვინმეს ქმედება შევაფასო. მე შემიძლია ზოგადად პროცესი შევაფასო. ისევე როგორც დაუშვათ საქართველოს ყველა პროგრესული მოაზროვნე ადამიანის მეც მათ შორის იმედგაცრუებული ვარ და ამას აქვს თავისი მიზეზები. და შეგვიძლია უბრალოდ მე გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება რა იქნა, ან სადაუშვით შეცდომა, ან რა მოხდა, ხო? 4 ოქტომბრამდე არაერთხელ მაქვს ნათქვამი და ვიძახდი რომ სუს დამობილიზებული ყავს დაახლოებით 500-დან 1000 კაცამდე ადამიანი, რომელიც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულები იქნებიან აქციაში, ასე ვთქვათ, ინტეგრირებულები და ეს დადასტურდა კიდევაც და დადასტურდა უფრო მძიმედ, იმიტომ რომ ყველა მათგანი თურმე აღჭურვილი იყო ფარული ვიდეო აუდიო მოწყობილობები და იწერდნენ, ასე ვთქვათ, საუბარს, გადაადგილებას და ასე შემდეგ. ჩემი აზრით შეცდომა და ასე ვთქვათ მიზანი ვერ იქნა მიღწეული ალბათ იმიტომ რომ ვერ მოხდა საზოგადოებრივი კონსოლიდირება, ვერ შედგა საზოგადოებრივი ერთობა. ჩვენ თუ არ ვისწავლეთ შეცდომების აღიარება და ხმამაღლა იმის თქმა, რომ სად დაუშვით შეცდომა და მე არ გავაანალიზეთ და სამომავლოდ არ გავითვალისწინეთ, ხვალაც იგივე შეცდომას დაუშვებს ქართული საზოგადოება და ამის მწარე მაგალითი გვაქვს 2024 წლის არჩევნები და გვაქვს აგერ 2025 წლის 4 ოქტომბერი. ანუ ჩემი მოსაზრებით აქ არის რომ ჩვენ ვერ შევძელით ერთ ასე ვთქვათ ფლანგზე, ერთ ორბიტაზე გაერთიანება და ვერ ვაჯობეთ საკუთარ ეგოს. გავიხსენოთ თუნდაც აი ლევან ხაბეიშვილის როგორ მიმდინარეობდა აგრესიული კამპანია ლევან ხაბეიშვილის მიმართ, რა სიტყვებით მოიხსენებდა რომ მაგ მასხარამ როგორ შეიძლება შექმნას ერთობა. აქ პერსონალად ლევანიზე არ არის. პირობითად აი თქვენ პერსონალურად გიორგი თარგამაძე რო გამოხვიდე და ხვალე განაცხადოთ, თქვენს მიმართაც ქართული ოცნების პროპაგანდის მანქანა იგივესი ბინძურების აგორებას დაიწყებს. უბრალოდ ამ პროცესში სამწუხაროდ არა ქართული ოცნების ამომრჩევლები ხელს უწყობენ ამ პროპაგანდის გაძლიერებაში. იმიტომ რომ ვიღაცა მოდით მაშინ ირაკლი აქვე ისიც ვთქვათ, რა უნდა გააკეთოს ასეთი ინიციატივების ავტორმა პოლიტიკოსმა იმისთვის, რომ უფრო მეტი ნდობის წინაპირობები გააჩინოს თავის პოტენციურ პარტნიორებთან მიმართებაში. 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ყველაზე მთავარი პრობლემა ამ ხრივ რაც იყო ბუნდოვანება და ამ აქციის დამაორგანიზებელი ცალკეული ლიდერების მხრიდან მოლოდინის შექმნა და არა გეგმის მიწოდება საზოგადოებისთვის ან თუნდაც პოლიტიკური აქტორებისთვის, რომლებიც შესაძლოა აი ამ პოლიტიკურ პროექტში უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ. თქვენ გაეცით შესანიშნავად პასუხი იმ კითხვას, რაც უკვე დამისვით. ზუსტად იგივე არის და მაგას ვიზიარებ და ზუსტად ეგ მინდა ვთქვა, სამომავლოდ რაც არ უნდა იყოს, მოდით ჯერ შევთანხმდეთ, რა არის ჩვენი საზოგადოების მიზანი. ჩვენი საზოგადოების მიზანი არა რევანში, ჩვენი საზოგადოების მიზანი არა რაიმე სახელმწიფო ინსტიტუციური შენობების აღება და დაკავება, არამედ ჩვენი მიზანი არის დემოკრატიულ პირობებში ჩატარდეს არჩევნები და საზოგადოებამ სამართლიან გარემოში ჩატარებულ არჩევნებში მიიღოს გადაწყვეტილება და ხმა მისცეს მისთვის
ასე ვთქვათ, საინტერესო პოლიტიკურ ფიგურას ამ პარტიას, მაგრამ ეს რომ მოხდეს, ამისთვის აუცილებელი არის, რომ საარჩევნო პროცესს უნდა ჩამოშორდეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, უნდა შევიდეს რიგი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც მიიღეს 2024 წელს პარლამენტში და წარმოუდგენელი არის დღევანდელი კანონმდებლობით, დღევანდელი ინსტიტუციური ჩარევებით სამართლიანი არჩევნები საქართველოში შედგეს. ეს რომ მოხდეს, ამისთვის აუცილებელი არის ან ტექნიკური მთავრობის ფორმირება, ან რაღაცა გარკვეული შეთანხმება. ერთი წელიწადია, რაც მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. ერთი წლის განმავლობაში არც ერთხელ მთავრობამ ამ პროცესის ნორმალიზება არ სცადა, არც ერთხელ არ სცადა, რომ შეეთავაზებინა. მოდით ეს მოლაპარაკებები გადავიტანოთ მაგიდასთან, დავსხდეთ და ერთად განვიხილოთ, რა საპროტესტებთ, რა არ მოგწონთ, რა შეგვიძლია შემოგთავაზოთ და ან ასე შემდეგ და არგუმენტებით განეხილათ, იმიტომ რომ 2012 წლამდე ჩვენ ძალიან ბევრი პროტესტი გვახსოვს, მაგრამ აგრეთვე გახსოვს მთავრობის მხრიდან შეთავაზებული მოლაპარაკებების პროცესებით, რომელიც იმართებოდა და როგორ მთავრდებოდა ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მაგრამ ეს ამას არ აკეთებს, ხომ და ანუ ჩვენი ამოცანა რა არის, რომ ივანიშვილი ბაიძულოთ, წამოვიყვანოთ ამ პროცესზე ერთი მხრივ. მეორე მხრივ ჩვენს ცივ დასავლურ პარტნიორებს გაუჩინოთ ჩვენს მიმართ ნდობა, რომ აქეთ დგას საზოგადოება, რომელიც კონსოლიდირებულია, გაერთიანებულია, საერთო მიზანზე ჩამოყალიბებულია და კაფიო თავს განსაზღვრული სამოქმედო გეგმა, რომელიც 4 ოქტომბერს სამწუხაროდ ვერ შედგა. გარკვეული პოლიტიკური პარტიების ამბიციები დავარქვათ, პერსონალური ზიზღი დავარქვათ, პერსონალური შეუთავსებლობა. მე ამასთან არ დავდგები, ის იქ არ უნდა იყოს. ეს უნდა დავივიწყოთ, ჩვენ უნდა შევძლოთ რაღაც გაერთიანება, ამ გაერთიანებამ უნდა შექმნას სინერგია, რომლის ირგვლივაც გაერთიანდება ჩვეულებრივი მოქალაქე დაწყებული გლეხიდან, დამთავრებული სამართალდამცავი თანამშრომლით. იმ ადამიანს თუ არ გაუჩნდა, აი სამართალ სად იყვნენ, ანუ ჩემს წინააღმდეგ, ესე იგი 4 ოქტომბრიდან თითქმის ერთი კვირა ვითაგებოდი Facebook-ზე და მწერდნენ, სად იყვნენ, ანუ მე რა პასუხი უნდა გავცე, სად იყვნენ, აი თქვენ რო შეატრიალოთ პოზიცია, ან მე რომ იმ წუთას იქ მდგარიყავი, სად იყვნენ იქ იყვნენ, სადაც უნდა მდგარიყვნენ და გააკეთეს ის, რაც უნდა გაეკეთებინა სამართლებრივი ნორმით. იქ პროცესები სხვანაირად წავიდა, მაგრამ თუ სამართალდამცავს ჩვენ დავანახებთ ალტერნატიულ ძალას, რომელიც შეძლებს ამ ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას. თუ ჩვენ არა მარტო სამართალდამცველებს, არამედ საზოგადოებას, ჩვენი ქვეყნის საზოგადოება მარტო სამართალდამცველები ხო არ არიან. ფერმერები არიან, გლეხები არიან, პედაგოგები არიან, სოციალურად დაუცველები არიან, ეკომიგრანტები არიან, უამრავი ადამიანია. ყველა სფეროს უნდა ვესაუბროთ. ყველა სფერომდე ეს პრობლემა უნდა მივიტანოთ, ეს უნდა მიიტანოს ამ გაერთიანებამ. ამის მერე რომ ვაიძულებთ ჩვენ ივანიშვილს წამოვიდეს გარკვეულ დათმობებზე და შევძლებთ თავისუფალ დემოკრატიულ პირობებში არჩევნების ჩატარებას, უნდათ რომ ოცნებას მისცენ ხმა და მისცემენ ხმას, ღმერთმა გაუმარჯოთ, არ მისცემენ ოცნებას, რატომ გააუქმეს დღეს ემიგრაციაზე, ხომ? დაუშვათ ხმის მიცემის უფლება. განა იმიტომ რომ რაღაცა ქვე მიზეზები აქვს, მასხარა პაპუაშვილი როგორც განმარტავს, არამედ იმიტომ რომ იციან რომ ემიგრაციაში ძალიან დაბალი შედეგები აქვს. ასევე მათ იციან რომ საქართველოში მოსახლეობის მაქსიმუმ 16% იყოს ქართული ოცნების მხარდამჭერი და თუ კი ჩატარდება რეალური მივიღებთ ალბათ დაბალანსებულ პარლამენტს, ალბათ სადაც უმრავლესობა არავის არ ექნება და ქვეყანა დაიწყებს ეტაპობრივად განვითარებას. ბატონო ირაკლი, 16% 24 წლის საპარლამენტო არჩევნებში ემიგრაციაში ჩატარებული არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ამოგიტივტივდათ თუ რაიმე სოციოლოგიური კვლევის შედეგებს ეყრდნობით? იცით როგორ არის? დაახლოებით ეს ციფრი ქონდა ოცნებას 24 წელს ოფიციალურად მიღებულ შედეგებში ემიგრაციიდან. ქართული ოცნება არჩევნების, აი არჩევნები როგორ გააყალბა 2000 მოკლედ ვიტყვი, უბრალოდ იმიტომ რომ ამაზე არასდროს არ მომეცა შესაძლებლობა ეს მეთქვა, როგორ აყალბებს. ანუ კი გაჟონა რაღაცამ და იქ იყო ბიულეტენების ჩაყრის მცდელობა და ჩაყარეს კიდევაც, მაგრამ ძირითადად შექმნილი არის უზარმაზარი სქემა, სადაც ჩართული არის სახელმწიფო ინსტიტუციები, დაწყებული პარტიიდან დამთავრებული რიგით აგიტატორამდე, სადაც არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის
სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რეგიონალური, გუბერნატორის ოფისი, მასზე მიბმული მუნიციპალიტეტები, გამგეობები, თვითმმართველობები, ბაღის გაერთიანებები, სკოლის გაერთიანებები, აიპები, ეს არის უზარმაზარი მექანიზმი, სადაც ხალხი იწყებს მუშაობას 6 თვით ადრე, როგორ მოახდინონ ამ ელექტორატის გადმოკაჩვა და მივიდნენ და შემოხაზონ 41 და ოცნება მიცოდა რომ 2024 წელს მათი მაქსიმალური რეალური შედეგი იყო 16%. კი ბატონო, და დაიწერეს ის რაც დაიწერეს, ოღონდ როგორ დაიწერეს, ანუ თქვენ როცა ამბობთ რომ მათი რეალური მხარდაჭერა ქვეყანაში იყო 16-20%-ის ფარგლებში, ანუ თქვენ ეს ინფორმაცია გქონდათ შიდა წყაროებიდან მათ კვლევებზე დაყრდნობით? კი ბატონო, საინტერესო ინფორმაცია არის. ბატონო ირაკლი, მინდა რომ 4 ოქტომბრის მოვლენას დაუბრუნდე, მაინც და კითხოთ თქვენი აზრით, რა შედეგები მოიტანა 4 ოქტომბრის იმ ფორმით დასრულებამ, როგორც ის დასრულდა და რამდენად დაზიანდა პოლიტიკური პროცესი და როგორ იყენებს ამას ქართული ოცნება დღეს? პოლიტიკური პროცესი ძალიან დაზიანდა და რაც ქონდა ეკასთან ვისაუბრეთ სიტუაციასთან ზუსტად ამაზე, კობახიძეს შეპირებული რაც ქონდა რომ 4 ოქტომბერს დაასრულებდა და მე პარლამენტში შევიდოდნენ პარტიები და დაიწყებდნენ ნორმალიზება, ზუსტად ისე მოხდა. მოხდა ამ პროცესის მარგინალიზება. ვიხილეთ პარლამენტში შესული ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია და ცდილობენ ახლა რომ ეს ქუჩის აქციები მოკლან. მაგრამ ამავე და ყველაზე მძიმე და ყველაზე ცუდი რაც მოხდა, უამრავი ადამიანი დააკავეს და უამრავი ახალგაზრდა გაუშვეს ციხეში, მინიმუმ 9 წლით ემუქრებათ მათ თავისუფლების საქმეთა და ესი არ არის კიდევ და საბოლოო, ხო, კიდევ იკრებია რომ მიმდინარეობს. თქვენი მძიმე ბრალი ზუსტად ეყრდნობა ამას და აქვე მინდა კითხოთ, თქვენ როდესაც აქციის ორგანიზატორებთან იყავით გარკვეულ კომუნიკაციაში, არ მინდა სიტყვა კოორდინაცია ვიხმარო, იმიტომ რომ ესეც სამართლებრივად შეიძლება იქნეს გამოყენებული, მაგრამ რაღაც კონტაქტი აი თქვენ ფლობდით ინფორმაციას თუნდაც მინიშნებით იმის თაობაზე რომ აი პრეზიდენტის რეზიდენციისკენ დაიძვრებოდა ეს მოწოდება გაკეთდებოდა ყოველ შემთხვევაში ან რა მოლოდინები იყო ამიტომაც გთაგავდნენ თქვენ რომ აი რაღაცა ბუნდოვანი მოლოდინები შეიქმნა რომ აი ვიღაცეები სამართალდამცავი სტრუქტურებიდან გედედედან და ასე შემდეგ გადმოვლდნენ მომიტინგეების მხარეს აი ამ მოლოდინებთან დაკავშირებით ამ პროცესებში თქვენ რამდენად იყავით ჩართული არავისთან არ ვიყავი გიორგი მე კომუნიკაციაში მან უბრალოდ მე თუ ვინმესთან მქონდა რაიმე საუბარი მქონდა მხოლოდ რჩევისა და რეკომენდაციის როგორ შეიძლება რაც ახლა წეგან ვისაუბრე რა უნდა გაკეთდეს საზოგადოებრივი ერთობა როგორ უნდა შედგეს ეს როგორ უნდა გაკეთდეს ამაზე იყო უბრალოდ რჩევა ნებისმიერ და ამას ღიად საუბრობდი ეს არასდროს არ იყო ერთხელ კიდევაც უთხარით რომ უთხარი ერთ-ერთს წარმომადგენელს ოპოზიციის რომ ოფისი თუ გაქვთ საშუალება იქირავეთ რუსთაველზე ფანჯრები გააღეთ და იყავით ღია ანუ არანაირი კონსპირაცია არანაირი უტუტუტუ არანაირი დაფარული ღიად ესაუბრეთ საზოგადოებას რომ არ შექმნათ რაღაცა კონსპირაციული თეორიები რაზეც შესაძლოა მე თქვენ მოგედაონ და ეს იქნას გამოყენებული ამ პროცესის მარგინალიზებისთვის მე პირადად რას ვაკეთებდი იმას ვაკეთებდი რასაც ნებისმიერი ქართველი გააკეთებდა ამ პროცესის მხარდამჭერი ვიყავი და მე გავიაზრე რომ რა შემიძლია გავაკეთოთ ჩვენ აქ ბიჭები შევიკრიბეთ ვისაუბრეთ როგორ დავეხმაროთ ეს იქნებოდა ფინანსური დახმარება ეს იქნებოდა საინფორმაციო კამპანია ეს იქნებოდა დაუშვათ სიტყვაზე პოლიტიკური პროცესების მხარდამჭერა აქ დაუშვათ ვაშინგტონში თუ ნებისმიერი რამე ამას ვაკეთებდით ოღონდ ეს ამას ვაკეთებდით ჩვენ დამოუკიდებლად და ეს დამოუკიდებელი გაკეთება ამ პროცესების საერთოდ არნიშნავს რომ მე რო ორგანიზატორი ყოფილიყავი მაშინ მე უნდა დამეგეგმა მე უნდა მიმეცა ვიღაცისთვის მითითებები მე უნდა როგორც წარმოგიდგენიათ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვინმეს ვაკონტროლებდი ჯერ დროის სხვაობა როგორ არის და მე დისტანციურად ამ ყველაფრის მართვა არაფერი ერთ-ერთი რიგითი პროცესის ხარდამჭერი ვიყავი რომელიც შეიქმნა და წამოვიდა და ამ პროცესის ხარდამჭერი იყო საქართველოს ყველა მოქალაქე და რუსთაველზე მდგომი ნებისმიერ ბატონო ირაკლი, თქვენ თავად აღნიშნეთ, ჩვენ ვისაუბრეთ ახლა გარკვეულ შედეგებზე, მაგრამ ეს შედეგები ძირითადად კონცენტრირდით
ან ოპოზიციურ ფლანგზე, ან სამოქალაქო წინააღმდეგობის ფრონტზე რა შედეგები მოიტანა ამან და რა რესურსი მიცა იდეოლოგიურად, პროპაგანდისტულად, სამართლებრივი თვალსაზრისითაც, ან უცხოელებთან ურთიერთობაში ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას თავისი რეჟიმის, ასე ვთქვათ, გასამყარებლად. მაგრამ თავად რეჟიმის შიგნითაც ძალიან საინტერესო პროცესები დაიწყო და აჩქარდა ამის შემდეგ და ეს უკავშირდება მთელ რიგ დაკავებებს და ასე შემდეგ. ხო, აი, რა ეტაპზეა თქვენი აზრით ივანიშვილის მიერ თავად მისი სისტემის გადაფორმატება და თქვენი აზრით ამასთან რა კავშირშია კორუფციული დაჭერების ციკლი და ქართული ოცნების მნიშვნელოვანი ლიდერების, ვიმეორებ, მნიშვნელოვანი ფიგურების დისკრედიტაციის ძალიან აქტიური კამპანია წარმოებული თავად ოცნებისა და რეჟიმის მიერ? კი, გაგცემთ მაგაზე პასუხს, ერთ დავამატებ უბრალოდ ამ დაკავებებზე და თუნდაც მათ შორის ჩემთან მიმართებაში წაყენებულ ბრალზე 2012 წელს ივანიშვილის ვიდეოები ამოიღონ აი იმბეცილმა დარა ხველიძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე რო ქვია და კარგად უყუროს რა მოწოდებებს და მიმართვეს აკეთებდა ივანიშვილი 2012 წელს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროზე, ასე პედაგოგებზე და ასე საჯარო სტრუქტურის ჩვენ ამოვიღეთ და ვაჩვენეთ არაერთხელ მათ შორის დროებაშიც და ამ არხის კიდევ სხვა გადაცემებშიც, ვისაც უნდა შეუძლია ნახოს. ეხლა დაუბრუნოთ იმ კითხვას, რა ტიპის რა მიზნის და რა შინაარსის გადაფორმატების პროცესია თუ რა არის ეს ივანიშვილი, რასაც თავად ქართულ ოცნებას და მის ვერტიკალს მართებს? გადაფორმატება არ ვიცი, რამდენად შეიძლება ამას უწოდოთ, ეს უფრო არის ჩემი აზრით ყურადღების გადატანა. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საზოგადოებრივი გაერთიანება იქნება პოლიტიკური ორგანიზაცია, ოპოზიცია თუ ნებისმიერი, პირველ რიგში სანამ ის რეალურად არ გაანალიზებს, ვის ებრძვის და ვინ არის ივანიშვილი და ივანიშვილის უკან ვინ დგას, ვერასდროს ვერ ამოხსნის აი მოქმედების თანმიმდევრობას, რასაც ის აკეთებს. ივანიშვილის რასაც ახლა დღეს აკეთებს, რაც გუშინ გააკეთა, ყველაფერი არის დაწერილი გეგმა და ეტაპობრივად ნაბიჯ ძალიან მწყობრი ნაბიჯებით მიუყვება. ეს ჩემი აზრით არის უბრალოდ არა გადაფორმატება, არამედ ყურადღების გადატანა იმ პროცესებიდან, რა პროცესების დღეს საქართველოში ხდება, ან რა პროცესებიც შესაძლოა ხვალე-ხვალზევით საქართველოში მოხდეს. იმიტომ რომ ივანიშვილის გადაწყვეტილი აქვს პუტინის ხელით ააშენოს საქართველოში უზარმაზარი კედელი, რომელიც იქნება გამყოფი ცივილიზებულ სამყაროსა და საბჭოთა კავშირს შორის. ანუ საქართველოში აქვს გადაწყვეტილი პუტინს ზუსტად აი ამ კედლის აშენება, რომელიც 1945 წელს ააშენეს გერმანიაში. და გერმანიის კედლის დაანგრევას 45 წელი მოუნდა და თუ ეს კედლის აშენების უფლება ჩვენ მივეცით, შესაძლოა 100 წლეულები დაჭირდეს ამას. და რატო ახლა რისგან გადააქვს ყურადღება? აი მოდით სულ ჩვენ ბევრჯერ ვთქვი, რომ ქართველებს გვაქვს ძალიან მოკლე ისტორიული მეხსიერება და ნუ გასაგებია მე ტელევიზიებზე არ მაქვს საუბარი ფორმატი იძლევა ამას, მაგრამ რაღაცები რაც შუქდება, მე ის იკარგება და იმის წინა პლანზე წამოწევა არ ხდება. თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის საქმე გამოიძიეს, არ გამოიძიეს. დავით გოგობერიშვილის თვითმკვლელობის საქმე გამოიძიეს, არ გამოიძიეს. გიორგი ხემოკლიძე, ვინმე საერთოდ ახსოვს, სად არის, რას აკეთებს, რატო მოხდა, ვინ იყო, იქ რო იყო კახიმეტრეველი, რატო იყო კახიმეტრეველი შესული დაუშვათ მაინც და მაინც ბაჩიაშვილთან და ეს კახიმეტრეველი შემთხვევით რატიმეტრეველის ძმა რო არის იმედის პროპაგანდისტის რუპორი, იმასთან რაიმე კავშირში ხო არ არის და შეთანხმება ხო არ იყო დადებული. ეკლესიების მშენებლობის მიზნით რუსეთიდან მილიონობით ლარი რო ირიცხება და წარმოდგენა რო არ აქვს ამაზე საზოგადოებას, იმიტომ რომ ამაზე ინფორმაციის მიღების რესურსი არ გააჩნიათ და ეს თანხები სად მიდის, ის რომ თუნდაც აი ბლექსი პეტროლიუმ ჯორჯია, რომელიც საქართველოში გაიხსნა და აპირებს ხვალე-ხვალზევით აწარმოოს, ასე ვთქვათ, სანქცირებული რუსული ნავთობი და ამ კომპანიის ირიგული დაკავშირებული პერსონები ვინები არიან? ეს პერსონები რა კავშირში არიან რუსებთან, ჩინეთთან? აი მანდ არის ყველაზე ოდიოზური ფიგურა შახნაშვილი, ვახტანგი თუ არ ვცდები, ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური მაგ პროცესში, ან მაგ ასათიანზე და მის ქმარზე მეტად. რო გეგმავს აფხაზეთიდან ტვირთების წამოღებას, ირანული და ჩინური ბიზნესების მზარდი ტენდენცია რო არის და ხვალე რო იწვის, რომ ჩვენ საერთოდ კონსტიტუციიდან ვაპირებთ, ამოვიღოთ ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციას, აი ეს პროცესები რო არ იყოს აქტუალური, ამისთვის აქვს ეს მასკარადი დადგმული. თორე როგორ ფიქრობთ? ივანიშვილის გარეშე, პატონო გიორგი ივანიშვილის გარეშე კი არა.
ეუბნებით ერთ რიგით თანამშრომელს დეპარტამენტის დირექტორი ვერ ნიშნავს სამინისტროში მინისტრთან ან მის მოადგილესთან შეთანხმების გარეშე. ანუ საპირფარეშოში არ გადის დეპარტამენტის დირექტორი თუ არ დაურეკა. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა ღარიბაშვილმა, ლილუაშვილმა, რიჟვაძემ, ხარსელაძემ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დამოუკიდებლად ეს ყველაფერი ისე გააკეთეს, რომ ეს შეთანხმებული არის, ხო ყველაფერი შეთანხმებული. ოტორაშვილი კახას თემა დაიკარგა, სად არის ის ვიღაც ერთი ვალუჩიკი ვაგზლიდან, რომელმაც 600 მილიონი გაათეთრა. იქნება 4 მილიარდი გაათეთრა და არა 600 მილიონი და ეს 600 მილიონი შემთხვევით უბრალოდ გადმოუგდეს საზოგადოებას. იქნება 2023 წელს საქართველოს საერთოდ ცვლილებიდან უნდა გაეთიშათ და ეს 600 მილიონის გათეთრება ამერიკელებს დაანახა ივანიშვილმა, რომ მე ვებრძვი კორუფციას და ასე შემდეგ. ანუ მიმდინარეობს გაცილებით მძიმე პროცესები ქვეყანაში, რომელსაც საზოგადოება ერთი რომ ვერ აღიქვას, მეორე რომ ამაზე ინფორმაციული წვდომა არ აქვს, მესამე ის რომ უზარმაზარის დეზინფორმაციის მანქანა არის შექმნილი იმედის, პოზიტივის და რუსთავიორის სახით, რომელიც წამლავს საზოგადოებას და მეორე მხრივ, ანუ თქვენი არხი მაგალითად და ტელეკომპანია პირველი და ეს ასე ვთქვათ YouTube პოდკასტები ხო მუნიციპალიტეტებში, ბევრ მუნიციპალიტეტებში არ აჩვენებს საერთოდ და იქ მოსახლეობას არ აქვს თქვენს არხებზე წვდომა რომ უყუროს და მოისმინოს განსხვავებული მოსაზრებები. ხდებით და იმიტომ აქვს რომ აბა დაუშვათ ვინმე დააკავეს სად არის აი ღარიბაშვილი აი ჩადეს მილიონიანი რაღაცა გირაო ამოიღეს თან მერე რა მოხდა ანუ კონკრეტულად ეს თანხების წარმომავლობა დაადგინეს ანუ საზოგადოებისთვის არის განმარტებული მკაფიოდ რასთან ხდება ღარიბაშვილის კორუფციული სქემები ლევან ხაბეიშვილის აი წეგან ვახსენე ლევან ხაბეიშვილის მასხარად რომ მოიხდე ლევან ხაბეიშვილი არის ხო ადამიანი რომელიც პლაკატები დადიოდა პარლამენტში და ეუბნებოდა მიუთითებდა საათები იქნებოდა თუ მათინდიდრული ცხოვრება თუ ასე შემდეგ ანუ ეს ყველაფერი ახლა დღეს გამოიტანეს ხო ანუ მე ხბარ რაღაც ახალ ამბავს გამოაგდებენ ეს პროცესები დაიკარგება ისევე როგორც ანუ ბევრი მათი ასე ვთქვათ თვითონ დაკავებული პიროვნება რომელსაც მიუსჯიან შესაძლოა უკვე ციხიდან გამოსულები იყვნენ ან საპროცესო გარიგებები ქონდათ გაკეთებული. ეს ყველაფერი არის თვალის ასახველად. არანაირი გადალაგება არ ხდება. გადალაგებას ერთადერთ გაზაფხულზე, როდესაც გეგმავს ივანიშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, იქ წარსდგება ახალი გუნდი. სადაც არის დინარაძე და რა ნიშნებზე დაყრდნობით გამოგაქვთ ეს დასკვნა ეს პროგნოზი საიდან ჩდება რომ ივანიშვილმა შეიძლება გაზაფხულზე დანიშნოს ვადამდელი არჩევნები რისთვის უნდა ჭირდებოდეს ეს როგორ ფიქრობთ პროგნოზი არ არის გიორგი ეს არის შედასაუბრებიდან რასაც საუბრობდნენ შიდა კულვარებში და რაც აქვს დაგეგმილი როგორც მიდიან იმიტომ რომ ანუ თვითმმართველობის არჩევნებში გავიდნენ ანუ ის ფაქტორი რომ თვითმმართველობის არჩევნებში ყავდათ ოპოზიციური წარმომადგენლები ეს მათთვის გარკვეულად ხელისშემშლელი იყო იმიტომ რომ ამ არჩევნების გაყალბების პროცესში ეს ადამიანები მნიშვნელოვან წინააღმდეგობას უწევდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები აღარ არსებობს, ანუ არანაირი დამკვირვებლები, არანაირი სამოქალაქო საზოგადოების სექტორები აღარ არის. გემუქრებიან თქვენს და TV პირველსაც დახურვით და გავიწროვებენ და კიდევ მეტად შეგავიწროვებენ და ნათქვამი აქვს, ну არ ვიცი ახლა მარტი იქნება თუ აპრილი, მაგალითად კობახიძეს აქვს ნათქვამი, რომ მარტში აპირებენ ჩატარებას, რომ გავიდნენ უკვე კონსტიტუციური უმრავლესობით. და დაანახონ ასე თქვა რომ აი ხო უნდათ ოპოზიცია ხო ითხოვს ადამიანელ საპარლამენტო არჩევნებს აგერ გიტარებთ ადამიანელ საპარლამენტო აქ არის მთავარი როგორ ჩატარდება ეს საპარლამენტო არჩევნები პროცესი როგორ ჩატარდება და ვის რა შანსები ექნება დაიწერენ კონსტიტუციურ უმრავლესობას და რაც ყველაზე მეტად აწუხებთ და ეს ხო უკვე მათ ასე თქვა დუგინებს ხო შათირიშვილს და ხაინდრავას და მაგნერ რაკია მარხინჯ ადამიანებს ხო უკვე ახმოვანებინებენ რომ ჯერო კავშირი არ გვინდა უნდა ამოვიღოთ ანუ ამზადებენ მათ ამომრჩეველს ხდები და როცა გამოფხიზლდება როცა გაიაზრებს აი კოდსი რომ გაიაზრებს რომ კაქშია მერე გვიანი იქნება ამიტომ დღეს არის მნიშვნელოვანი საინფორმაციო კამპანიები დღეს არის მნიშვნელოვანი კონსოლიდირება დღეს არის მნიშვნელოვანი გაერთიანება დრო მოქმედებს ჩვენს წინააღმდეგ აქეთ დგას ფინანსური რესურსის არ მქონე არანაირი ძალაუფლების არ მქონე არანაირი მხარდამჭერის არ მქონე საზოგადოება და ჩვენ ვებრძვით უზარმაზარ სახელმწიფო მანქანას უზარმაზარი ფინანსური რესურსი ტექნიკური რესურსი ადმინისტრაციული რესურსი და რუსების უზარმაზარი
ასე ვთქვათ, FSB-ს ხარდა. ირაკლი, ამ დაპირისპირება ზოგადად საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ახალი არ არის მოგეხსენებათ და ამ ბრძოლაში პატარა მაგრამ რეგიონის მასშტაბისთვის ამბიციურ საქართველოს, რომელსაც საკმაოდ დასაბუთებული ამბიციურობის რესურსი ჰქონდა, გვერდში ყოველთვის ედგა დემოკრატიული დასავლეთი. ამ შემთხვევაში მე თქვენ ახლა ახსენეთ ბატონი შათირიშვილი, ხო, დღევანდელი მისი წერილი, რომელიც გამოქვეყნდა, ჩემი აზრით ერთ ძალიან მნიშვნელოვან გზავნილს წარმოადგენდა. ეს არის ნაწილი ეპიზოდი, როდესაც ივანიშვილი შათირიშვილის მეშვეობით აღწერს ევროკავშირის მდგომარეობას, განვითარების ტენდენციებს და ასე შემდეგ და პირველად ასე ღიად და აშკარად ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ხელმძღვანელობის, ანუ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის წამყვანი ფიგურა ტრამპის შემდეგ, ასე ვთქვათ, რუბიოსთან ერთად, ვიცე-პრეზიდენტი არის მოხსენიებული როგორც აი deep state-ის მსახური, რომელიც ამას და ამას აკეთებს, ყველაფერს სულს რაც შეიძლება გააკეთოს ევროპის ტერიტორიაზე და შესაბამისად იგულისხმება, რომ საქართველოსთანაც დაპირისპირებაში. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს? ხო, შემთხვევითი არ არის, იმიტომ რომ ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში დემოკრატებს ლანძღავდნენ, ბაიდენის ადმინისტრაციას, ევროკავშირში და იქაც deep state-ს და ასე შემდეგ, მაგრამ აი ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტთან მიმართებაში მაინც ფრთხილობდნენ. ახლა უკვე პირდაპირ ბრალდება გაისმა. რას უნდა ნიშნავდეს ეს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციონირების კუთხითაც და ივანიშვილის პოზიციონირების კუთხითაც? თავი მხოლოდ ეს არის პროპაგანდა. აი დათო ჯინჭარაძემ გააკეთა ლონდონში შესანიშნავი პროექტი, რომელიც ახდენს იმედის ქარდების შესაბამისობას რუსულ ტელეარხებთან და პირდაპირ როგორ არის ქარდები ერთ-ერთში გადმოტანილი იმედის საინფორმაციო ბადეში, რაც რუსეთში გადის და რასაც დუგინი და მისნაირები საუბრობენ, ერთ-ერთში იმეორებს იმედიც. ანუ ეს რა არის, რომ ამას ივანიშვილი და იმედი კი არ საუბრობს, ან შათირიშვილი კი არ საუბრობს. ამათ აქვთ დაწერილი კონკრეტული გეგმა მოსკოვიდან, რას უნდა გაყვნენ, რომ თავისი მხარდამჭერები, ამომრჩევლები, საზოგადოება, რომელზეც მანიპულირებენ, მიაჩვიონ, ყური მიაჩვიოს იმ ადამიანს, რომ თურმე ხო იქადნიდნენ, რომ ტრამპი დაურეკავდა, რა ვიცი, ის ვითომ პრეზიდენტი როგორია საკუთარი თავი. ხო და ახლა ამ ყურით სულად გადაჩევა ხდება ირაკლი. აი მე რაზე მივანიშნებ, რომ აქამდე იმ თავის ამომრჩეველს აჩვევდნენ რას, ეუბნებოდნენ, რომ დასავლეთი ჩვენ კი გვებრძვის, მაგრამ ტრამპსაც ებრძვის. და ტრამპი ჩვენი მოკავშირეა, ტრამპი deep state-ს ებრძვის. ახლა ტრამპი და ჯი დეივენსი გახდნენ deep state-ის აგენტები თავად. ანუ გამოდის, რომ მთელი დასავლეთი ტრამპიანად ებრძვის. და ეს უკვე მნიშვნელოვანი shift-ია, ასე ვთქვათ, ინგლისურად რო ვთქვათ, მთელს ამ მათ შორის პროპაგანდისტულ ნარატივში. არა, იცით რატომ ბატონო გიორგი? იმიტომ რომ ვერ მიაღწიეს მათთვის სასურველ შედეგს და ამ მათთვის სასურველი შედეგის ეხლა გაправება უნდა მოხდეს. რატომ ვერ მიაღწიეს? რატომ არ დაურეკა? ტრამპსა და ჯი დეივენსზე ხელი ჩაიქნიეს ამბავია, ხო? მარტივად რო უთხრა ჩვენ საზოგადოებას. ნუ ამ ეტაპზე ეხლა იცით რა არის? ჯი დეივენსზე კი არა, ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატებზე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეზეც გაკეთებული ნებისმიერი არაპოზიტიური განცხადება აქ იქნება მტრულ განწყობად. ამიტომ მათ ძალიან კარგად იციან ეს. მით უმეტეს ვიცე-პრეზიდენტზე. მით უმეტეს ვიცე-პრეზიდენტზე და მსგავსი, ანუ ეს არის თავდასხმა პირდაპირ შეერთებულ შტატებზე და არ ამგონია შეერთებულმა შტატებმა რომ ეს უპასუხოდ დატოვონ და შესაბამისად ემზადებიან და ამიტომ უნდათ ეხლა რომ თუ მოხდა აქედან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, თუ მოხდა აქედან კონკრეტული ქმედებების განხორციელება, რაც მათ, ასე ვთქვათ, რეპუტაციულ იმის კიდევ უფრო მეტად დაანგრევს, მათ ამომრჩეველში ეს ნათქვამები იყოს, ასე ვთქვათ, ჩადებული ქვეცნობიერში უკვე რომ მე ამოატივტიო რომ აგერ deep state-ი ყოფილა არა ევროპა, არამედ deep state-ი ყოფილა თვითონ თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლობა. და ამას აკეთებენ. მე კი არაფერი. კი ბატონო, და ირაკლი, კიდევ ერთი თემა, რომელიც დღეს საქართველოში ალბათ ყველაზე აქტუალურია და უკავშირდება აი ამ არაბულ ინვესტიციებს, დარწმუნებული ვარ, რომ ადევნებთ თვალს გამოხმაურებებს, არა მარტო მედია გაშუქებას, ასე ვთქვათ, პირობითად ორივე მხრიდან, იმიტომ რომ მარტო ჩვენი ყურადღების ცენტრში არ არის მოქცეული, ხო? ახლა პრემიერ-მინისტრის
დონეზე ჩათვალეს საჭირო და აუცილებლად რომ ეპასუხათ აი ამ წინააღმდეგობებზე, უკმაყოფილებაზე, რომელიც მათ შორის არა მარტო ასე ვთქვათ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ფლანგიდან მოდის. აი თქვენი აზრით, უბრალოდ თუ ფლობთ რაიმე ინფორმაციას, რა იმალება ზოგადად აი ამ პროექტის უკან, იმიტომ რომ გუშინაც პრემიერ რეჟიმის პრემიერმა კობახიძემ თქვა, რომ ისინი არაპირებენ ხელმოწერილი ხელშეკრულების გასაჯაროვებას, რაც თავისთავად კიდევ უფრო მეტად აღრმავებს ამ ეჭვებს და რა საფრთხეების მატარებლად მიგაჩნიათ ზოგადად ეს პროექტი? წავიკითხე, გავეცანი და რაც მომცა ინტერნეტმა შესაძლებლობა მაქსიმალურად შევისწავლე ზოგადად ეს Eagle Hills-ი და ამასთან დაკავშირებით საქართველოში სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები და პირველი მინდა ვთქვა, რომ ეს აგორებული კამპანია არაბიზაციაზე, ესეც ოცნების მიერ შემოგდებული დეზინფორმაციის და საინფორმაციო ომის ელემენტი მგონია და მე ზოგადად ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, რომ თუნდაც ემირატებიდან, დუბაიდან საქართველოში განხორციელდეს კონკრეტული პროექტები პირიქით მისასალმებელია. ოღონდ აქ არის მთელი რიგი საკითხები, ხო? ანუ მაგრამ ძიმე და რას უნდა იყოს? აი ვინ არის ეს Eagle Hills-ი? ანუ ეს ალაბარი ვინ არის? ანუ რო შეასაღეს მოსახლეობას, რომ ემა არის საერთოდ არანაირ კავშირში არ იმყოფება Eagle Hills-თან, მეტიც ეს კომპანია საერთოდ არ არის დარეგისტრირებული არც ემირატებში და არც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ამისი აქციები არ იბაჭრება ამ Eagle Hills-ის. არ არსებობს არანაირი დოკუმენტი და მტკიცებულება, სადაც მოხდება იმისი წარმოჩენება, რა არის მისი კაპიტალიზაცია ზოგადად. ანუ როგორ მოაქვს 6 მილიარდის ინვესტიცია კომპანიას, რომლის კაპიტალიზაციაც კი არ ვიცით, როცა მაშინ ემარის კაპიტალიზაცია დღეს დაუშვათ ლონდონის ბირჟაზე არის 22 მილიარდი დოლარი. ანუ ამ კომპანიის ირგვლივ არის ძალიან ბევრი ბურუსით მოცული პროექტები. მათ შორის ევროპაში და რო არ ჩავიდე, ამაზე ტელევიზიებმა გააშუქეს და იყო ამაზე განცხადებები. მე რაც მიჩნევს ეჭვს ამ კომპანიის და ამ პროექტების დაგრიფვა, რატომ მოხდა, არის ის, რომ ივანიშვილი გეგმავს ამ პროექტით საქართველოში გარეცხოს რუსული ფული, გაათეთროს პირდაპირ ვთქვათ ფული. და რატომ? იმიტომ რომ არ მოხდეს დადგენა ვინ არის ამ კომპანიის ასე ვთქვათ შვილობილი კომპანიები, სად არის დარეგისტრირებული, რომელ ოფშორშია დარეგისტრირებული, საიდან მოხდება ამ თანხის მოძიება, ანუ კომპანიაზე, რომლის კაპიტალიზაციის წარმოდგენა არ აქვს 6 მილიარდი საიდან უნდა მოიტანონ. თუ უბრალოდ კომპანია, რომელმაც ცესხი უნდა აიღოს სამომავლოდ, რატო შემოყვავს Eagle Hills-ი და პირობითად ამას რატომ არ ვაძლევთ ნებისმიერ ქართულ კომპანიას და მან აიღოს დაუშვათ სოფლიო ბანკისგან, აზიის განვითარების ფონდიდან, ნებისმიერისგან, ცესხი მან აიღოს, მან მოიზიდოს ინვესტორები და ქართველმა გააკეთოს ეს კომპანია. ამას არ მით უმეტეს, როდესაც მთავარი კაპიტალ შენატანი, რასაც ქვია, ეს არის სახელმწიფოს კუთვნილი მიწები, ტერიტორიები, რომლის კაპიტალიზაციაც გაცილებით უფრო მეტის შესაძლებლობას იძლევა და ქართულ დეველოპერულ კომპანიებს ამის უზარმაზარი გამოცდილება დაუგროვდა დღემდე. ეგ კიდევ ცალკე საკითხი არის, იმიტომ რომ ის მიწები, რომელიც ამ კომპანიისთვის არის გადაცემული, განსაკუთრებით კრწანისის ტყეპარკი არის ველური ბუნების სააგენტო საკუთრება, როგორც ვიცი დღემდე თუ უკვე არ მოუხსნეს ეს ფუნქცია და ნაწილი პარკის სახით კი, ნაწილი, რომელიც ეკუთვნოდა მათ შორის საპატრიარქოს თავის დროზე გადაცემული იქნა. ნუ ეს ამ ისტორიაზე უნიკალური გარდა იმისა, რომ დაუშვათ გარემოზე ზემოქმედების უზარმაზარი საფრთხე არსებობს, გარდა იმისა, რომ უამრავი საფრთხისა და კითხვის ნიშნების მიღმა არსებობს საფრთხე და რისკები, რომ ივანიშვილი გაათეთრებს ფულს. რატომ? იმიტომ რომ ყველაზე კარგი შესაძლებლობა ფულის გასათეთრებლად, ხო, ივანიშვილისთვის დღეს თუ რამე დარჩა, ეს არის სამშენებლო ბიზნესი. ანუ პორტებთან მიმართებაში, ანუ რუსულ ტვირთებთან მიმართებაში და ნავთობს გულისხმობ, ძალიან ასე ვთქვათ ლუპაში უყურებს, როგორც ამერიკა, ისე ევროპა. შესაბამისად, ანუ ამ კომპანიას ივანიშვილი გამოიყენებს და არა მარტო ივანიშვილი, შესაძლოა მის უკან იდგეს რუსი ასე ვთქვათ ოლიგარქები, დასანქცირებული ოლიგარქები, რომლებიც ასე ვთქვათ ამ თავიანთ შავ თანხას გადმოამისამართებენ ამ კომპანიას და ვინ გააკონტროლებს ამას, ანუ აქ დღეს გავიგეთ, რომ თურმე ის ვიღაცა
უინტერესო ადამიანი და არაფრის მაქნის ის სამსახურის გაუქმებულა, ხო, კუპრაშვილის გულისხმობ, ხო? ანუ არაფერი ინსტიტუციური მექანიზმი აღარ რჩება საქართველოში, რომელიც ამას გააკონტროლებს, მაშინ როცა ფარას კანონი რომ მიიღეს, მანამდე რუსული კანონი რომ მიიღეს, მთელი გამოწვევა იყო, რომ არ არის ამ რაღაც ინფორმაცია თითქოს გამჭვირვალე, რომელიც ყველაფერი გამჭვირვალე და ეცენი ქვეყნდება და ასე შემდეგ. ირაკლი, ჩვენი საუბრის ბოლოსკენ მივდივართ, რო გვეწურება, საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და ბოლოს მაინც მინდა შეჯამება გთხოვოთ და ასევე კითხოთ, როგორ ხედავთ აი ამ მომავალ პერიოდში საკუთარ თავს, საკუთარ მისიას და მათ შორის იმ ადამიანებისას, რომლებიც თუნდაც 4 ოქტომბრამდე საკმაოდ აქტიურად გამოჩდით მხედველობაში მაქვს შეერთებულ შტატებში მცხოვრები ემიგრანტების განსაკუთრებით ის ნაწილი, რომლებსაც უზარმაზარი გამოცდილება აქვთ დაგროვილი საქართველოში თავდაცვის უსაფრთხოების შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემებში მუშაობის და დღეს ძალიან ბევრი მათგანი შეერთებულ შტატებში არის თავიანთი ოჯახების უზრუნველსაყოფად და ამავე დროს გარკვეული საფრთხეებისაგან თავის ასაცილებლად. პირიქით, ანუ ჩემი ეს ასე ვთქვათ, პაუზა გამოწვეული იყო არა იმიტომ, რომ მე რაღაც პროცესებიდან გავედი, არამედ იმიტომ, რომ ამ ჩემს წინააღმდეგ დაწყებულმა გამოძიებამ ჩემთან მიმართებაში ძალიან ბევრი რამე ასე ვთქვათ საკითხები იყო, რაც უნდა მომეგვარებინა, რაც უნდა გამერკვია და ასე შემდეგ. და არა იმიტომ, რომ მე პროცესებიდან გავედი, მე პირიქით, მეც და ის ბიჭები, ვინც აქ ვართ შეკვირლები და რის გამოც ჩვენ გავერთიანდით, ჩვენ ვართ გაერთიანებულები იდეის გარშემო და ეს არის ამ იდეას ქვია საქართველო. და ეს არის ჩვენი ძირითადი მამოძრავებელი ძალა. ვიყავით, ვართ და მომავალშიც ესე ვაპირებთ. ანუ აქ არის ძალიან ბევრი გულანთებული ქართველი, არა მარტო ძალოვანი სტრუქტურიდან, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც ჩამოვიდა და ჩამოიყვანა უკიდურესმა გაჭირვებამ, ჩამოიყვანა უკიდურესმა პრობლემებმა, რომელიც მას ქვეყანაში აქვს, ეს ადამიანები ცდილობენ, იმიტომ რომ ყველას აქ ცხოვრებ ქართველს საბოლოოდ, მაინც საქართველოში უნდა დაბრუნება და არავის არ სიამოვნებს აქ. არ არის ესე მარტივი შეერთებული შტატები იქნება თუ ევროპა, ემიგრაციაში ცხოვრება მარტივი არ არის, ძალიან რთული არის და ეს თითოეულ ქართველზე გვაქვს და ჩვენ სამომავლოდაც გავაგრძელებთ. ეს შეიძლება იყოს დაუშვათ საინფორმაციო კამპანიები, ან დიპლომატიური მხარდაჭერის მიღება, როგორც წეგან თქვი და ასე შემდეგ. რაც შეგვეძლება ჩვენი კონსტიტუციური უფლება არის, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მე პირადად, ჩემი კონსტიტუციური უფლება არის არ მომწონდეს ქართული ოცნება, როგორც დღევანდელი საქართველოს მოქმედი ხელისუფლება და ყველაფერი გავაკეთო კანონიერების ფარგლებში, რომ შეიცვალოს ეს ხელისუფლება. ამას ვერავინ ვერც აპარტნიორებს, ამას ვერც დაგვაშინებენ და ვერანაირი გამოძიება, ვერანაირი მოგზავნები, ვერანაირი შემოწმები და ასე შემდეგ ვერ იქნება და აი გუშინ უყურე თქვენს გადაცემას და ამით დავასრულებ. შესანიშნავი სიუჟეტი ქონდა თქვენს იმას. იქნება ივანიშვილი, არ იქნება საქართველო. არ იქნება ივანიშვილი, გვექნება საქართველო. ეს არის ჩემი საბოლოო სიტყვა.